მოგესალმებით მეგობრებო, აი მეც დავუndi და დღეს მე ვიღებ ერთ-ერთ პრემიუმ სერვერზე, როგორც იქნება ვიშოუ პრემიუმი, უბრალოდ ვიყიდე და დღეს ეს არის პრემიუმ სერვერი ფრიშენი, ანუ აგიხსნით მოკლედ ამ ფრიშენი რაც არის და მოდი დავიწყოთ თამაში და თანდათან აგიხსნით ყველაფერს. მოკლედ ეს არის 1.9 ვერსიის სერვერი. და რა ხდება ახლა ფრიშენში? ბევრმა ქართველმა არ იცის რა არის ფრიშენი, ბევრმა კი იცის. მოკლედ ფრიშენი არის იგივე ციხე. ხო, არის იგივე ციხე, სადაც არის აქ ამბანი, ინგლისური ამბანის მიხედვით არის ასოები, რომელი ასოებითაც თქვენ უნდა აგროვებთ ფულს. ფულს რო აგროვებთ, მე გადადიხართ მაგალითად ინგლისური A100-დან გადადიხართ B100-ზე. B100-დან C100-ზე და უკვე როცა ახვალთ Z-ზე და Z-საც რო გადაცდებით, ანუ გადიხართ ციხიდან და ნუ თავისუფალი ხდებით რა, ეხლა დამტრევა და რაღაცები არ გიწევთ და რა ვიცი თუ ვინმე მიხვდით, კაია, თუ ვერ მიხვდით, რა ვიცი. ესენი გასაღებები და რაღაცები იყოს. ერთი ვითამაშე, მაინტერესებდა როგორი იყო და საკმაოდ კაი სერვერია. Emerald frisheni ქვია და off frisheni, ანუ frisheni თუ რაცა მოკლედ აქ ფლოტმეებიც აქვს, ფლოტმე PC auto ნუ მოიცა ორი auto კაი მოიცა ფლოტ auto ნუ როგორც ჩანს ფლოტზე ვერ მიდივარ თუ რა ხდება არ ვიცი აი ეს რა არის ფული უნდა მოკლედ ვიყიდე ერთი წერაქვა კი არა და მაქვს წერაქვა გასაღებების როგორც ჩანს ჩავდოთ აქ და როგორც ვიხდი მგონი ოღონ ფლოტმე არ იწერება თუ რა ხდება არ ვიცი მოკლედ დავწეროთ warp და აქ იქნება მოკლედ ფლოტმეების და ყველაფერი ეს არ ვიცი რა არის ესაც არ ვიცი არც ეს food spawn და cook-farm არა ფლოტმე არ არის PS2 არ ვიცი წერდა ტოკენები არ მინდა king of რაც არ მინდა ნუ აქ არის A B და დავიწყოთ მოკლედ თამაში ეს არის warp A წარფეს მე სულ წარფს ვამბობ და არა warp-ს არ ვიცი რატო მაგრამ მიშვეული ვარ ესე რაც Minecraft-ი დავიწყე სულ ესე ვამბობ და ალბათ ამიტომ მოკლედ ეს არის warp A warp-ს ვიტყვი აზე აქ უნდა დავამტრიოთ რაღაცეები უნდა აგროვოთ ფული რამდენიც არის ნათქვამი ან რამდენიც არის holy shit მოკლედ უნდა აგროვოთ იმდენი ფული რამდენიც არის დაწერილი აი კუთხეში იქ კუთხეში ხო და როცა აგროვებთ ფულს მე მაქვს თუ არ ვცდები 3 მილიონი და 11500 ტოკენი და რამდენი უნდა ვაგროვო როგორც ჩანს არ წერს 100% მოიცადე და rank up-ის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ rank-ზე, ანუ C rank-ზე უკვე. C rank-ს უნდა 10000 ლარი თუ არ ვცდები. ხო და წავიდეთ ახლა B-ზე. B არის ბოლო, ანუ B-ზე მე შეგვიძლია B-ზე ვართ უკვე ჩვენ. ეს არის B-ს ეს ასწერა ხო არ მინდა. ეს არის უკვე warp A, warp B, მეორე ტური, ანუ აქ არის კიტებიც კიდე, ანუ კიტ როცა ანუ რამდენი ტურშიც გადახვალთ, იმდენი იმის წერაქვა გამატევთ, ანუ მაგალითად ვარ B-ზე, რანკი B მაქვს და შემიძლია B რანკის წერაქვის აღება. თუ C რანკზე ვარ, C რანკის წერაქვის და ნუ ამიტომ მეწონა უფრო ეს სერვერი და ამიტომ სამაშობ ალბათ. არ ვიცი, ქართველები არ იღებენ ამ თამაშზე საერთოდ გეიმპლეიებს და არ ვიცი რატო. მოკლედ ესენი არ დამჭირდება, სულ ავიღებ და უნდა ვამტრიოთ ესე რაღაცები, შემდეგ ops კაია, ფული 1000 ლარი ამოვიდა. უნდა ვამტრიოთ ესე რაღაცები, შემდეგ როცა უკვე ამას ბევრს ავიღებთ, გავყიდით, ამის შემდეგ ავიღებთ ფულს,
როცა ფულს ავიღებთ, შემდეგ თუ გვექნება 10000 ლარი, დავწევთ რანკაპს, რანკაპის შემდეგაც გადავალთ შემდეგ რანკზე, ანუ C რანკზე და ნუ რავი, კაია, ეს მაძლევს ფულს, ხან 1000 ლარი, ანუ random ფულს მაძლევს, ისე რა ქვია, ძალიან მაგარი სერვერია, ამერიკულია მგონი, თუ დიდი ბრიტანული, არ ვიცი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ცოტა ხალხია, იმიტომ რომ ჩვენთან როდი რა იქ ხამია. ნუ იცით ალბათ ვერმა. ნუ სადღამე ხარ, მაგრამ მაინც. ხო, აი კიდე. კაი რაღაცა არის და აი broken რო წერია, blocks broken-ი, ანუ ქვების გამტეხავი. უნდა დავამტვრიოთ 100000 ქვა, თუ მილიონი, იცი? ხო, 100000 ქვა. ხო, მილიონი უნდა დავამტვრიოთ კაცო, ხო, და წესით რაღაცა, მოიცა. 1000 ლარი, კაია. და ფული რამდენი მაქვს, მოიცადე? აუ. ქვეყანა მაქვს და რანკაფე შემიძლია დავჯერო? მოიცა? კი, რანკაფი. კაია, შემიძლია რანკაფი და არ ვიცოდი, sorry. სელალ. არ იყიდება ნივთები? BMI. ესეც ასე 5k, ანუ 5000. გადავიდეთ შემდეგ რანკზე, ისევ ეს არის C რანკი უკვე. საკმაოდ მალე გადავდივართ, მაგრამ შემდეგ უკვე რთულდება გადასვლები, უკვე მილიარდები და მილიონები ღირს. რაც ძალიან რთულია. კიდე შეგვიძლია რანკაფი. საკმაოდ ბევრი ფული ავიღეთ იმ ჩესტებით რაღაცეებით და ამიტომაც რანკაფი შეგვიძლია ბევრჯერ და არ ვიცი რატო უკვე A-ზეც გადავედით, F-ზეც, A B C D F G, G-ზეც, H-ზეც. აუ, რამხელა H-ზე გადავედით უკვე მოიცადე რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 რანკი გავიარეთ უკვე, ძალიან დიდზე ვართ და ანუ შეგვიძლია რომ უკვე კით ეშის წერაქვა თუ რაღაც ავიღოთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი წერაქვა არის, ჩანს, ამ ხედავ თქვენს. და როგორც გითხარით, იცვლება ეს ყველაფერი, მაინი და რაღაცები და უკვე სხვანაირია. მარტო ეს არ არის, აქ PvP ზონაც არის. აი იქ პროგრესი რო წერია, პროცენტი და რაღაცები გამოდის, კიდე და წერია რომ უცრავად 75% არის უკვე გვაქვს ჩვენ ფული, 75% და როცა უკვე 100%-ამდე ავა, ანუ შეგვიძლია რანკაფი, ანუ როგორც CS:GO-ში რანკაფები და ეს რაღაცები, ანუ გადასვლა და რა ვიცი, საკმაოდ მიყვარს ესეთი თამაშები და თუ ფლოტმეზე გადასვლათ რაღაც ავიღე, ვისწავლე, უფრო სწორედ ძალიან მაგარი იქნება და რა ვიცი, თუ მოგეწონათ ეს თამაში, დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად და რა თქმა უნდა გავაგზავნებ და ჩვენ მამდე ვამტვრიოთ ესენი ქვები, რომ უფრო და უფრო გადავიდეთ სხვა რანკებზე და როცა უკვე დიდ რანკს ავიღებთ, აი იქ H-ზე ვარ მე. ერთი არის Z-ზე, ბოლოზე, ანუ და K-Man-ია წერია, გამოქვაბულის კაცი, არ ვიცი რატო. ინვენტორები გამოვისო და წესით უნდა დავწერო sell all H mine. დიახ, ესეა. 79% გვაქვს უკვე. რაც არის საკმაოდ კაი. და როგორც თქვი, შაბათ-კვირას დაიდება ვიდეოებით ხო, ეხლა არის კვირადღე, არ ვიცი ეს ვიდეო როდის შეიძლება პარასკევს დაიდოს, იმდენი ხანი მომდები ამის რენდერებს, შემდეგ ტვირთას და ნუ ბევრ რამეს მოკლედ. ეხლა მაქვს თითქმის 2 მილიონი, მექნება მალე 2 მილიონი მექნება მალე. ტოკენი მაქვს ძალიან ბევრი და ალბათ დავაგროვებ კიდე ფულს კი არა და vote კრეატებს, ანუ vote არის ხმის მიცემა და როცა უკვე ბევრ ხმას მივცემ სერვერს, ხმის მიცემის დროს, ანუ სერვერს როცა ხმას აძლევ, აი იქ არის ლინკები, რის შედეგად, ანუ რო დააჭერთ იმ ლინკს, შემდეგ უკვე სერვერს მიცემთ ხმას, იქ დაწერთ მე თქვენს სახელს, მე მიცემთ რაღაცა ტიშკას მოსანიშნი იქნება, მონიშნავთ იმას. შემდეგ დაწერთ თქვენს სახელს და მოგემატებათ გასაღები, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ წასვლა warp კრეატეზე. შემდეგ გამოყენება თქვენი გასაღების და ამოგივათ რაიმე კარგი. ნუ გადავალ ხარ რანკზე და გაჩვენებთ 82%, კაია.
კარგად მივდივარ ჯერჯერობით და აი როგორც გითხარით უკვე გართული და თავიდან იყო უფრო ადვილი, მარტივი ყველაფერი და ეხლა უფრო რთული არის საკმაოდ. ზეზე რო გადავალთ, ანუ ზზე warp ზზე რო გადავალთ, უკვე იქნება უფრო რთული გადასვლა და ეს წერაქვები ძალიან მალე გემატება 15 წუთში. 15 წუთი არის საკმაოდ ცოტა, მგონი warp ace წერაქვა გემატება 2 წუთში თუ არ ვცდები თუ 3 წუთში. აღარ მახსოვს, იმიტომ რომ არ მითამაშე დიდი ხანია. ამ სერვერს ვინახავდი, იმიტომ რომ გადამიღო ვიდეო და ამიტომაც არ ვთამაშობდი, თორე ძალიან მაგარი სერვერი არის. ერთ სერვერზე ჩემი ვთამაშობ კიდე და არ ვიცი რა რანგზე ვარ ზუსტად, მაგრამ ამაზე დიდზე ვარ, 100-ზე დიდზე ვარ, ნახდათ. თუ არ ვცდები ჯუზე ვარ, თუ ჯეია, თუ არ ვიცი როგორ იკითხება, მოკლედ ნუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაგას, თუ გინდათ მე განახებთ იმ სერვერს, რომელზეც მე ვთამაშობ ამ თამაშს. ასევე არის Faction-იც, ანუ Faction-ი არის თითქმის რა ყველა ქართული სერვერი არის Faction-ი, Full Create და Full Climb და ეს რო იბლოკება სახლები. ეს არის Faction სერვერი, მასეთი სერვერი ვიცი ერთი ინგლისური, სადაც კიტ PvP-ს და კიტ რაღაცების დაწერის დროს გემატებათ ერთი სტაკი ტანსაცმელი. უძლიერესი ხმალი რაღაცა, უძლიერესი ნაჯახი თუ რა ვიცი, მოკლედ მაგარი რაღაცები, golden apple-ები ძალიან ბევრი და ნუ ქვეყანა რაღაცები კიდე. და ნუ არ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა და კიდე CS:GO-ზე გეტყვის რაღაცას. CS:GO-ში ვწვალობ ძალიან დიდი ხანია რანკ-აპზე, Silver Elite Master-ზე და ჩამოვალ 4-ზე, Silver 4-ზე ავალ Silver Elite-ზე. ჩამოვალ 4-ზე, Silver Elite-ზე ავალ. ეხლა ვთამაშობ და მოვიგე უკვე 5 ხელი მოვიგე ზედიზე, თუ არ ზედიზე კი არა და ანუ ერთ დღეს მოვიგე ერთ ხელს, მეორე დღეს მეორეს და ასე მივდივარ, მოკლედ ნენელა მინდა რანკ-აპი თამაშობ. ნუ როგორც ჩემი რანკის შეეფერება რა. ჩემი ანუ Silver-ი ხო ვარ და Silver-ი ვთამაშობ, ეხლა რაღაც სასწავლოდ ვერ ვთამაშობ. მაგრამ რა შემიძლია ვაკეთებ. ოკეი, მომეწა. კაია, ეს არის Legendary Key. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეწა. და კიდე ტოკენი მომეწა, ეს ტოკენი არ ვიცი რაში გამოიყენება საერთოდ, მაგრამ მაინც და დავაკვირდი ხა უკვე მაქვს 92%, რაც კაია. მოკლედ ბევრი იძახის რომ Minecraft-ი არ ვარ გაო, მაგრამ ყველაზე მეტი მაყურებელი მე თუ მკითხავთ ყავს Minecraft და ეს კაია. და დიდი მადლობა ყველას 600 subscribe-ისთვის. ნუ რაღა გია 3 subscribe-ი ალბათ და სანამ ეს ვიდეო დაიდება, ალბათ უკვე 600 ექნება და ერთით მეტი ალბათ მაინც. და რაც კაი წინსვლა. თამითმეტეს ვიდეოებს ავდევდი და ნუ რა ვიცი, ვიდეოს ავდევდი ალბათ ამიტომაც subscribe-ები მაკლდებოდა ბევრი, ანუ რამდენიმე მოემატა, რამდენიმე მომაკლდა. და მალე 600 subscribe-ზე ავალთ და უკვე 650 subscribe-ზე დავიწყებ Q&A-ზე ფიქრს. იმიტომ რომ 200 subscribe-ზე თუ 300-ზე გავაკეთე ზუსტად Q&A და მის მერე Q&A არ გამიკეთებია და მაგ Q&A-ზე დასვეს ალბათ 15 ადამიანმა კითხვა, რაც ძალიან მაგარი იყო. 200 subscribe-ის მეტი არც იყო, ესე ვთქვათ, მოსალოდნელი subscribe-ი და რა ვიცი, ძალიან მაგარი იყო Q&A, მაგრამ ცოტა არ იყო რთული გასაკეთებელი იყო და ასევე კითხვები იყო ერთ და იგივე, რა ქვია, რა გვარი ხარ, რამდენი წლის ხარ, სად ცხოვრობ, ესენი უკვე იცით. და როცა Q&A-ის გაკეთებას დავიწყებ, აღარ დასვათ კითხვები, დიდი თხოვნა იქნება, რა ქვია და სად ცხოვრობ, ესენი უკვე იცით, რა გვარის ხარ, ესეც იცით, რა გვარის ვარ, უბრალოდ ესეც იცით და ამიტომაც იცით უკვე ბევრი რამე ჩემზე და რაღაც ცოტა სხვანაირი კითხვები დასვით, ჯობს და არა ერთი და იგივე კითხვები. მოკლედ, რამდენი წლის ვარ, ეს იცით ყველა. ვარ 13 წლის, გვია გიორგი. გვარად კუდივაძე, იცით უკვე ყველა, არც იყო შესახსენებელი ალბათ, მაგრამ ნუ ვინც ახალია, ამდენი ხნის მერე ჩემს არხზე, ადრე ვიწყებდი ასე, ჩემი დაწყება იყო, ესე ვთქვათ, ადრე როცა ვიყავი
12 წლის ალბათ თუ 11-ს აღარ მახსოვს, ჩემი დაწყება იყოს დაროვალ, მე მქვია გიორგი და მე დღეს ვთამაშობ ნებისმიერ თამაშს, მაგალითად Minecraft-ს და ნუ ესეთი დაწყება იყო ჩემი ადრე. მაგრამ ეხლა უკვე მოგესალმებით, მე მქვია გიორგი, ესე არ ვიწყებ უფრო. მოგესალმებით, მე აიმეს დავუბრუნდი და რაღაც ესე ვიწყებ, აღარ მახსოვს უკვე, დამოვიწყდა, ცოტა არ იყოს მახსოვრობა. და ცუდი მახსოვრობაც არ მაქვს, მაგრამ აი რანკაფი მოიცა რანკაპ ეს ასე და გადავედი უკვე warp ოფისად შემიშალა უბრალოდ აი ეზე და მოიცა როგორც მახსოვს ეს შუშები როგორც მახსოვს მე როცა რანკაპს ავიღებდი გადავიდოდი უბრალოდ ეს კრატეთ რაღაც არ მემატებოდა K რატომღაც ხა მემატება არ ვიცი რატო მაგრამ ეს რა ქვია დამჭირდება იყოს უკვე მაქვს warp i-ს წერაქვა დავწეროთ git i და ეს უფრო მაგარი იქნება აი როგორც თქვი ეხლა წავიდეთ create მეცა არ ვიცი რა უნდა მოდი აქ დავწეროთ ძალიან მიყვარს ასეთ სერვერებში warp-ს დაწერთ და აქ რო გიგდებს ესეთ რაღაცებს თუ არ ვცდები spawn-ზე უნდა იყოს created რაღაცა ანუ დავატრიალოთ გასაღებები გავახსნათ გამოვიყენოთ ნაწბია აი აქ create და ნუ გასაღებები რო გამოვიყენოთ აი და vote-ს რო გამოვიყენებთ vote-ს რო გააკეთებთ უკვე გითხარით vote როგორ კეთდება შემდეგ უკვე გასწავლით მეორეზე ალბათ თუ გინდათ რომ კიდე გადავიღო და მოდი გამოვიყენოთ გასაღები ჩვენ გვაქვს რანკაფის გასაღები და ლეგენდის გასაღები ლეგენდის გამოვიყენოთ 1 მოგცა 5000 ტოკენი კიდე გამოვიყენოთ ბექოუნით რაღაცა არ ვიყენებ საერთოდ და ამან მოგცა 35 მილიონი თუ არ ვცდები მოიცა ხო 35 მილიონი მოგცა რაც ძალიან მაგარია მართლა 100% გვაქვს უკვე და რავი აზრი აქ უკვე დავხურეთ თითქმის ეს თამაში და არ ამგონია მეორეც რომ გამოვიდეს და რავი ძალიან მაგარი თამაში არის vote created უკვე ძალიან ბევრი ფული ავიღეთ 35 მილიონი და ეხლა რანკაპზე ნახეთ რამდენჯერ ავიდე მოიცა ეს უკვე ჯუზე ვართ კოზე კაზე უბრალოდ ელი და ემს უნდა უკვე 35 მილიონი და ჩვენ გვაქვს ცოტა ფული, ამიტომაც ვერ გადავდივართ, არ უშავს. ესენი ჩავალაგოთ აქ. გასაღებები აი აქ. ეს არის rare crate K უბრალოდ ეს არის uncommon-ის K და ეს არის rank-up-ის K. მოკლედ ეს არის coin-ი, რომლის გამოყენებაც ამ სხვა არ შემიძლია. და არც ვიცი რაში იყენება საერთოდ. გავაგზავნოთ და წავიდეთ ჩვენ i-ზე ვიყავით ჯუს გაჩვენებთ ამ ჯეთ რავიაცა როგორი სამაინეროა არც მე არ ვიცი მართლა ნუ დაახლოებით ისეთია როგორც A ხო დაახლოებით ისეთია მოკლედ კიდე გაჩვენებთ რომელი K-ს და L-ს M-ზე უკვე არ ვართ არ ვიცი ჯერ ბევრი გვაკლია ანუ ზონდე რო გადავიდეთ ამიტომაც ეს ერთ თამაში მართლა არ დამთავრდება redstone-ები რაც მაგარია და აი კიტზე უკვე ნახეთ რამხელა პროგრესი გვაქვს ამ წინსვლა კიტ ელის დაწერა შეგვიძლია და საკმაოდ მაგარი წერაქვა არის ძალიან მაგარი მე 11 რანგზე ვართ უკვე ვარ ელი ნახოთ ელი იქნება მაგარი წესით უნდა იყოს კარგი და არა ნუ რავი აია დაიმონდის ბლოკები დაიმონდები ოქროს ბლოკები და redstone-ი მოკლედ დღეისთვის ნუ დასასრულს მივახლოთ ვიდეო ესე ვიტყვი უფრო მოკლედ და ახლა შევისებ ამას მხოლოდ ერთხელ ინვენტორს ძალიანად გავყიდი მაინტერესებს რამდენი ფულს მომცემს და დაგემშვიდობებით თუმცა ცოტა მოკლეა და აი გასაყიდი არის გადავამოწმებ ახლა ფასებს რა რაღის და ნუ დაიმონდი რამდენი ფულს მაძლევს და კიდე სხვა რაღაცები რამდენი ფულს მაძლევს მანამდე კი ვეწვალები იმას თუ როგორ უნდა ვიყიდო კი არა და რაღაც რანკაფი კი არა ფლოტმეზე როგორ უნდა წავიდე ამას სპეციალისტები ესე ვთქვათ ხო სხვანაირად ვთქვათ
მოკლედ ერთი დაიმონდი გვაძლევს 20 ლარს, 20 დოლარს, თუ 2 დოლარს, არ ვიცი. ერთი ბლოკი გვაძლევს 78 დოლარს. ერთი redstone-ი 131 დოლარს, ძალიან ბევრია. თამითმეტეს ერთსო დაამტვრევ ამ წერაქვით მაძლევს დაახლოებით 10 ცალამდე redstone-ს. და ერთი ბლოკი დაიმონდის 600 ლარს, 601 დოლარს უბრალოდ გავყიდოთ ყველა და 36000 ანუ 36000 ლარი, 226000 ლარი შემიშალა უკაცრავად. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. bedrock-ი კი არა და ბარიერის ბლოკები. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს მოგეწონთ ეს ვიდეო, თუ მოგეწონთ ვიდეო დალაიქეთ, ჩემი არხით და subscribe-ეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და ჩვენ ერთმანეთის შემდეგ ვიდეოში ვხვდებით. აბა მაგრად და 1% პროგრესი, ანუ 1% წინსვლა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ალბათ დიდი ხანი გავჩერდებით M-ზე, L-ზე უფრო სწორედ და M-ზე დიდ ხანს ვერ გადავალთ. და აბა მაგრად, მომავალ შეხვედრამდე.